გამარჯვება მეგობრებო და კვლავ ერთად ვართ, რა თქმა უნდა, და მიმოვიხილოთ ჩვენი კლუბების ასპარეზობა ევროტურნირებზე, თუმცა კონკრეტულად კონფერენს ლიგაზე, რა თქმა უნდა, ლიგის საკვალიფიკაციოზე და UEFA-ზე არ ყავს სამწუხაროდ და როდის გვეყოლება აი ამ მეორე ტურში და მით უმეტეს მესამე ტურში ამას უკვე უცნების სახე აქვს მიცემული სამწუხაროდ და არც ისეთი სახარბიელო მდგომარეობა მეგობრებო კონფერენს ლიგაზე წარმოიდგენთ ხა ევროპა ლიგა, მერე მით უმეტეს ჩემპიონთა ლიგა და კონფერენს ლიგა ხო უფრო და უფრო დაბალი დონის გუნდები არიან, მაგრამ აი აქაც კი გვიჭირს, ესე იგი პირველი იყო მეგობრებო ლევადია, ესტონეთი, იბერია ჩვენი და რო იტყვიან გვაჯობეს, არა, ამას ვერ ვიტყვი, ნამდვილად 1-0 წავაგეთ საბრძოლო ანგარიში და მგონია რომ აი ეს უნდა ყოველგვარი რაღაცა ოცნებების და რაღაცა ბევრი ფილოსოფიის გარეშე უნდა გადავლახოთ ეს ბარიერი. უეჭველად 1-0, ნუ ეს არაფერი, ეს თუ არ შეძელი, აბა ეხა 2-0 და 3-0-ების ამოღება მით უმეტეს. ესე იგი ზირა ჰაიდუკი 1-1, ლევადია იბერია 1-0, სილკებორგი აკურერი ისლანდიის 1-1, ლუბლიანა ინტერ ესკალდესი 4-2, ტიენესი დიფერდანჟი 0-1, ბუდუჩნოსტი მილსლამი 0-0 აქ ფაქტიურად არაფერი და უცბად აქ ნახოთ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ბრანი ზალცბურგი გაანადგურა ზალცბურგმა 1-4 გასვლაზე და შელბურნი ყარაბახი 0-3 ესე ახლა კი გადავიდეთ უკვე კონფერენს ლიგაზე მეგობრებო, პირველი ჩვენ რაც გვაინტერესებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი თამაშია და დიდი ინტერესი ნამდვილად არის. ნუ შიგადაში კი რა თქმა უნდა იყო საინტერესო თამაშები, მაგრამ მივხედოთ ჩვენს კლუბებს. რიგა ლატვიის დილა გორი ესეც 2-1 წავაგეთ და აქაც იგივეს ვიტყვი მეგობრებო, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, რომ აქ გორმა აუცილებლად უნდა შეძლოს ამ ბარიერის დაძლევა, აი აუცილებლად, იმიტომ რომ რა თქმა უნდა მეორე ეტაპია მეგობრებო და ეხლა მით უმეტეს მესამე ეტაპზე უფრო და უფრო რთულდება, ხო და უფრო და უფრო კაი გუნდები რჩებიან და ამიტომ აი არ ვიცი, ამაზე მე ცოტა მეუხერხულება კიდევაც ეხლა საუბარი რომ აი ამ მეორე ეტაპზე კიდევ გავალთ თუ არ გავალთ, საკითხავი აი ეს არის, ესე არ მინდა რომ გამოვიდეს და ამიტომ დიდი იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში და ალბათ თქვენს, არ ვიცი, ზოგს კი ალბათ და ზოგს არა, მაგრამ მე ძალიან დიდი იმედს ვიტოვებ, რომ რიგის ბარიერი უნდა დაძლიოს გორმა. შემდეგ აქ ძალიან საინტერესო თამაში იყო ნორვეგიის ვიკინგმა სლოვენიის კოპერს გადაურბინა, ფეხბურთი დაავიწყა, 7-0 მოუგო. ეს ისე. მერე კი ბატონო, ჩამოვიდეთ და ვნახოთ ჩვენი ომონია ტორპედო, ამ თამაშს მე ვუყურე და სამწუხაროდ ესეც წავაგეთ მეგობრებო 1-0, აქაც აი კიდევ კარგი რა, რომ აი ყველა თამაში, ნუ არ ვიცი ხა სპაიერთან მიმართებას ცოტა მერე ვიტყვი, მაგრამ აი ომონია ტორპედო აქაც 1-0 და აქაც იგივე უნდა გითხრათ მართლა გულწრფელად, იმიტომ რომ ხო იცით რომ მე ვთქვათ ესეთი თავზე ხელის გადასმები არ მიყვარს და მართლა მგონია რომ შესწევს ტორპედოს ამ მეორე ეტაპზე რომ ომონიასაც გაუმკლავდეს და გაცდეს. მოკლედ აქაც 1-0 გვაქვს, დილაზე მოგახსენეთ და აქ კიდევ არის პაერი, ავსტრიის ვენაში წავაგეთ 2-0. მართალი გითხრათ, აი გულწრფელად მე 3-0 ვფიქრობდი,
მაგრამ აი ესე 2-0 წავაგეთ, აქ მე ვერაფერს ვერ გეტყვით, ესე გამოვიდა, რომ 4-ვე ჩვენი გუნდი გასვლაზე იყო და ყველა გამართავს სახლში შემდეგ თამაშს და ერთადერთი ყველაზე ნაკლებად და რასაც არ ველოდები არის სპაერი. რა თქმა უნდა, ეხლა მანამდეც არაფერს თხოვდი სპაერს, მაგრამ ნახოთ მეგობრებო, ბურთი მრგვალია, შეიძლება რაღაცა საოცრება შემოგთავაზოს, არ ვიცი. ყოველივე საუკეთესოს უსურვებს უყოლას, რა თქმა უნდა, მაგრამ დიდი იმედები ნამდვილად არ მაქვს. აი აქ რაც გითხარით, რომ დილაგორი აუცილებლად უნდა გავიდეს რიგასთან, ლატვიის რიგა, მეგობრებო. იქ მთელი აფრიკაა, რასაც ქვია მთელი აფრიკა. აქ და ომონიასაც აქ უფრო რთული თამაშია ნამდვილად, ეხა არ გვინდა აქ რაღაც ზედმეტი რაღაცეები, რა თქმა უნდა, უფრო რთული მგონია ომონიას რომ გაცდეს ტორპედო, ვიდრე რიგასთან შანსები გორის. ასე მგონია. და იბერიას რაც შეეხება, აი აქ უპირობოდ უნდა მოუგოს, მაგრამ ყველაზე დიდ ფსონს ჩემს წარმოდგენაში მაინც დილაგორზე ვიტყვი, რომ ყველაზე კარგი შანსი ალბათ გორს აქვს. მეგობრებო, ესე იგი, დღეს ვისაც გაინტერესებთ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს გაინტერესებთ UFC-ს პერიპეტიები და 8 საათზე იწყება დღეს და საკმაოდ დაძაბული და ესეთი სისხლიანი საღამო იქნება წესით და რიგით და გაგაცნობთ ვინ და როგორ და რანაირად რა ჩხუბებია. მოკლედ ესეთი ამბებია, 8 საათზე იწყება, როგორც გითხარით. ბუდაი ბუჩეჩა, იახიან გუენი, ასლანი ელეკანა, რიბასი რიჩი ესქალები, გრანტი ბლეკშერი, მალიხოვი ლეალი, მიჩელი ნურმაგამედოვი, კრილოვი გუსკოვი, ალმაბაევი ოჩოა, აი შარა მაგამედოვი, ამის ცალითვალი, ბარიო, აი ეს მინდა რომ რა თქმა უნდა ძალიან დიდი უპირატესობა აქვს, მაგრამ აქ მინდა რომ ეს სასწაული არ არის, მაგრამ ძალიან მინდა, ყველაზე ძალიან მინდა რომ დღეს ეს იცემოს და შეძლოს ბარიომ ეს პატარა საოცრება. პიტერ იანი, მაკგი, აქაც ალბათ იანი გაიმარჯვებს და ბოლო ბრძოლა, ჩვენი დროით ყველაზე ისეთი უცნაური ამბავია, რომ ბოლო ბრძოლა არის პირველი 20 წუთზე. უიტაკერი დერიდერი, აქაც დერიდერის გულშემატკივრობ მე პირადად, მერე უკვე 3-შია ჩხუბები და მერე 17 აგვისტოს კიდევ. მოკლედ აი ესეთი ამბებია, დღეს გაერთობა მაყურებელი, ვისაც UFC უყვარს, რა თქმა უნდა, ყველა არ არის ესეთი დაძაბული და მაღალი კლასის, მაგრამ ეს ბოლო რამდენიმე, მაგალითად ხო ეს უიტაკერი და დერიდერი, იანი, მაკგი, შარა მაგამედოვი და ბარიო, აი ესენი საინტერესოა. ეს პრინციპში მიჩელიც და ნურმაგამედოვიც ძალიან საინტერესოა, მეგობრებო, და ყველას გირჩევთ მოყვარულებს, რა თქმა უნდა, და არც გამოტყუებთ და დარწმუნებული ვარ. რაც შეეხება, მეგობრებო, კიდევ ერთხელ ჩვენს ფეხბურთს, აი მეტი რაღა უნდა იყოს, ხო, ეხლა კონფერენს ლიგა უკვე ამაზე იქით აღარ არის რა, ესეც უკვე ისეთი ვარიანტია, რომ აი ჩვენაირი დონის გუნდებმა აქ უნდა იპოვონ თავშესაფარი ჯერჯერობით, სანამ კიდევ იქით ევროპა ლიგასაც ვერ ვქაჩავთ, მით უმეტეს ეხა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოს საერთოდ ვერ ვქაჩავთ.
ამიტომ ეს მეორე ტურის თამაშები, როგორც გითხარით, უნდა გადაილახოს. აი, ყველა ვარიანტი უნდა გადაილახოს, ერთადერთი ნაკლებად მგონია სპაერის გმირობა, დანარჩენი კი აი აბსოლუტურად რეალურია ყველაფერი, მეგობრებო, ალბათ დამეთანხმებით. კიდევ ერთხელ გილოცავთ, მეგობრებო, ბაზაძის ოქროს, აი ძალიან მაგარია და აი ძალიან გული მწყდება იმ ის რაც ვნახეთ ყველამ, რაც მოუვიდა და როგორც მოექცნენ ოლიმპიადაზე და იმედია, რომ ისე არ დაამთავრებს კარიერას, რომ ოლიმპიური ოქრო არ გასინჯოს. ასე რომ მეგობრებო, ძალიან მალე შევხვდებით, იმედია საინტერესო ამბებით და აბა ყოველივე საუკეთესო სურვილებით, გემშვიდობებით, დროებით.